ვლადიმირ პუტინმა დღეს საჯაროდ დაემუქრა სომხეთს ღია ომით. რუსმა დიქტატორმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, რისკენაც ისტრაფვის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ამის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი ევროპისკენ ისტრაფვის, მას იგივე ბედი ელის, რაც უკრაინას. რადგან რუსეთი ვერ შეძლებს უბრალოდ გაათავისუფლოს ქვეყანა თავისი გავლენის სფეროდან და მზად არის ომით მოახვიოს თავისი ნება. აქ უნდა ავინიშნოს, რომ სომხეთი უბრალოდ ევროპისკენ არ მიდის, არამედ ასევე ტოვებს რუსეთის მთავარ ალიანსებს. ესენია ΟΤΚБ და EAS. ამ გამოშვებაში განვიხილავთ ერევანსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის მთელ ისტორიას და რამდენად რეალურია ვლადიმირ პუტინის მუხარები. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხიც. Pechi News-ი. ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოდით ყველაფერს თავისი რიგით მივყვეთ. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. და შემდეგ ერთ ასეთ თვალსაჩინო მაგალითს მოვიყვანთ. იმპერცა პუტინა. ეს სწორი იქნებოდა როგორც მოსახლეობის მიმართ, ასევე ჩვენი როგორც მთავარი ეკონომიკური პარტნიორის მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება, მაგალითად ჩაატარონ რეფერენდუმი. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ლოგიკური იქნებოდა რეფერენდუმის ჩატარება და სომხეთის მოქალაქეებისგან კითხვა, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი. მაშინ შესაძლებელი იქნებოდა რბილი, ინტელიგენტური და ორმხრივად მომგებიანი განშორების გზით წასვლა. აქ ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ყველაფერი რაც მაგრამდე ითქვა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. აი ვლადიმირ პუტინიც ამბობს, რომ ეს რა თქმა უნდა არა და შემდეგ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, ციტატა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით ან გაწევრიანების მცდელობით. აი ესეთი აღიარება. მისი თქმით, რიგი მოვლენებისა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარის შემდეგ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რაც ყირიმამდე მივიდა. ფლიდიმის ისტორიას, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის პოზიციას და საბოლოოდ საბრძოლო მოქმედებებს. ამიტომ არ უნდა მივიყვანოთ საქმე უკიდურესობამდე, საჭიროა დროულად უბრალოდ ვთქვათ, რომ ასე და ასე მოიქცევით. აქ არაფერია განსაკუთრებული, ყველაფერი უნდა დავთვალოთ. სომხურმა მხარემაც უნდა გათვალოს და ჩვენც უნდა გავთვალოთ, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინმა სომხეთს დაემუქრა, რომ რუსები თავიანთ ცხვირს ჩაპრიან მათ საქმეებში და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში იარაღითაც იმოქმედონ. ისევე როგორც უკრაინაში 2014 წელს. ვლადიმირ პუტინმა დაამატა, რომ ეს სერიოზული საკითხია და აღნიშნა, რომ სომხეთის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეიძლება განხილვის საგანი გახდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე. აქვე შეგახსენებთ თელ ქრონოლოგიას. სომხეთის კრემლის ორბიტიდან გამოსვლის პროცესი შეუქცევადი გახდა ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში. უკვე 1 წლის წინ, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, მაშინ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ღიად განაცხადა, რომ ევროპული გზა შეუთავსებელია პრორუსულ ბლოკებში წევრობასთან. შემდეგ მოჰყავთ ფაშინიანის ციტატა 2025 წლის აგვისტოდან. ჩვენ ვერ შევძლებთ ორს გამზეჯდომას. დადგება საბოლოო არჩევანის მომენტი. და თუ ერევანი გადაწყვეტს გამოვიდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ პუტინი შეიძლება ამითაც კი არ ბრაზდება. 2015 წლის მაისის პირველი კვირის მოვლენები. ამ წლის მოვლენები კრემლისთვის, ასე ვთქვათ, კარგი სილა იყო. ერევანში გაიმართა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი, რომელიც დასავლეთის გავლენის დემონსტრაციად იქცა რუსეთის ეგრეთ წოდებული უკანა ეზოში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ჩავიდა ერევანში, სადაც მას როგორც მთავარ მოკავშირეს ისე შეხვდნენ. მოსკოვისთვის ეს პირად შეურაცხყოფად იქცა. ამის შემდეგ პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ეს არანორმალურად შეაფასა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ლოტმა მაშკა ზახაროვამ ერევანი რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებებში დაადანაშაულა. ეხლა ვლადიმირ პუტინმა გაახსენა, რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი რჩება. ეს სიმართლეა, თითქმის 40% სავაჭრო ბრუნვის. იგულისხმება სრული ეკონომიკური ბლოკადა. ად მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ დიახ, დამოკიდებულება ნამდვილად არსებობს. სომხეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და მეცამორის ატომური ელექტროსადგურის მართვა. მოსკოვის მთავარი ზეწოლის ბერკეტებია ერევანზე. მეორე მხრივ, მოსკოვმა ოფიციალურად უკვე აღიარა, რომ ΟΤΚБ აღარ იცავს სომხეთს.
ფრანგი სამხედრო მრჩევლების ყოფნას ერევანში, რაზეც ემანუელ მაკრონმა სამიძე განაცხადა, კრემლი ინტერვენცია დავეკომს. ანუ სომხეთი გარდამავალ ეტაპზე აღმოჩნდა. ეს ნამდვილად საშიში ეტაპია. 10 მაისის მდგომარეობით სომხეთი ერთ ნაბიჯია ოფიციალურად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან და კოლექტიურ უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამოსვლამდე. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ჯერ არ გამოსულა. ვლადიმერ პუტინმა ულტიმატუმი წაუყენა. ან ერევანი აჩერებს ევროინტეგრაციას რეფერენდუმის გზდუმის გზით, რომლის შედეგებზეც პუტინი რა თქმა უნდა იმედოვნებს გავლენის მოხდენას. ან რუსეთი იწყებს დესტაბილიზაციის სცენარს, რომელიც მსგავსია იმასთან, რაც უკრაინაში 2014 წელს მოხდა. მაგრამ ერევანიც ამას კარგად აცნობიერებს. ის აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპასთან, რათა გადასვლა ნაკლებად ტკივნეული იყოს. მაგრამ არ ღირს სომხეთის სუსტ ქვეყნად დახკმა. ეხლა ეს ამპარტავანი რუსები იყვირიან თითქოს სომხეთმა რაღაც დიდი წარმოიდგინა თავის შესახებ. დღეს დილით სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის აპარატმა მოკლე, მაგრამ კაცი განცხადება გაავრცელა პუტინის ულტიმატუმზე პასუხად. პირველ რიგში უარი რეფერენდუმზე. ერევანმა მიანიშნა, რომ არ აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას მოსკოვის ზეწოლის ქვეშ. აქ მოხდა განცხადების ციტატა. სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენი განვითარების ვექტორი განისაზღვრა საპარლამენტო არჩევნებზე და დაკანონდა ევროინტეგრაციის შესახებ კანონით. ჩვენ არ ვხედავთ იმ კურსის დამატებით დადასტურების საჭიროებას, რომელიც უკვე სახელმწიფოებრივია. ასევე აუნიშნავ, რომ სომხეთსაც აქვს თავისი ზეწოლის ბერკეტი მოსკოვზე. მე არ შემთხვევით გავიხსენე, რომ მაკრონი უკვე მზად არის გაგზავნოს თავისი სამხედრო მრჩევლები ერევანში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყარკაროვმა მიანიშნეს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი როგორც თავად თქვა განქორწინება სურს, მაშინ სომხეთი მოითხოვს 100 მეორე რუსული სამხედრო ბაზის სრული გაყვანას კიუმრიდან 2026 წლის ბოლომდე. ეს იქნება რუსეთის გავლენის სრული, ტოტალური დასასრული არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ რეგიონში. მეგობრებო, აქ წერტილებს დავსვამ, მაგრამ მინდა უკრაინულენოვან აუდიტორიას მაშინე შეგახსენოთ. მე მაქვს სრულიად ახალი, მხოლოდ უკრაინულენოვანი YouTube არხი, სადაც ყოველ საღამოს ვაჯამებთ გასული დრის მოვლენებს, განსაკუთრებული ყოფადღებით უკრაინულ დრის წესრიგზე. ამიტომ ბულს დავტოვებ ამ ვიდეოს მიმაგრებულ კომენტარში და ამ გამოშვების აღწერაში. ბმულს ახალ უკრაინულენოვან YouTube არხზე. გადადით, გამოიწერეთ თუ გსურთ იხილოთ სიახლეები უკრაინულ ენაზე. ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში დაწევეთ თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ეს YouTube არხი და ლაიქეთ გამოშვება. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, შეგიძლია ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოტერით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.